რეჟიმის კიდევ 11 პატიმრის საქმეზე კი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. ამ საქმესაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი უძღვება, რომელმაც გუშინ მათე დევიძე პოლიტიკურ პატიმრობაში გაუშვა. ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვს, რევას კიკნაძეს, გიორგი ტერიშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკს და ირაკლი ქერაშვილს ოცნების პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. გიორგი კვიჟინაძე გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ის მოგვიყვება დეტალებს სასამართლოს სხდომიდან, სადაც როგორც ვიცით, რეჟიმის პატიმრების მთავარი მიმართვის თემა სწორედ მათე დევიძისთვის გამოტანილი პოლიტიკური განაჩენი იყო. სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ბექა ხოხობაშვილმა დააყენა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომობა. ნინო გალუსტაშვილი გახლავთ ის მოსამართლე, რომელმაც 21 წლის მათე დევიძე 4 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა. შესაბამისად ადვოკატმა მიმართა სასამართლოს და მოსამართლეს, რომ უნდა აიცილოს თავი ამ საქმიდან, რადგანაც ის არის უკვე მხარე და ის წარმოადგენს ქართულ ოცნებას სასამართლოში, რადგანაც როგორც ადვოკატმა სხდომათა დარბაზში განმარტა და საკმაოდ მწვავე განცხადების მოსმენა მოუწია მოსამართლე გალუსტაშვილის გუშინ გამოტანილი ვერდიქტის გამო. ადვოკატის თქმით, გალუსტაშვილი არის ქართული ოცნების პოლიტიკური ინსტრუმენტი, შესაბამისად ის ამ საქმესთან დაკავშირებით ვერ მიიღებს ობიექტურ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, მან ამ საქმიდან თავი უნდა აიცილოს, რადგანაც გადაწყვეტილება, რომელიც იქნება გალუსტაშვილის მიერ მიღებული, ეს იქნება არა მისი როგორც დამოუკიდებელი მოსამართლის, არამედ ქართული ოცნების ოფისში მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც შემდგომში ის გაახმოვანებს. ასეთი გზავნილები ჰქონდა ადვოკატ ბექა ხოხობაშვილს სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე, თუმცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, რომელმაც 21 წლის ახალგაზრდა 4 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა, ეს შუამდგომობა არ დააკმაყოფილა და საქმიდან თავი არ აიცილა. დღეს დაცვის მხარე სასამართლოს სხდომაზე დავაყენებთ მოსამართლის აცილებას, რადგანაც გუშინ მან მიიღო პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო გადაწყვეტილება, როდესაც 21 წლის ახალგაზრდას 4 წელით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკურად მოტივირებული кейსი, სადაც სასამართლო გამოყენებულია როგორც მართსაჯულებაში ის ინსტრუმენტი, სადაც სანქცია სახელმწიფოს მხრიდან სასამართლოს ხელით ხორციელდება. მოწმეები არიან საქმეში გამომძიებლები, რომლებმაც მოიპოვეს მტკიცებულება და დაამაგრეს სასამართლის საქმეზე. თითოეულ გამომძიებელს საქმეში მოპოვებული ვიდეო მტკიცებულება დაჭრილი აქვს ისე, როგორც მათ სურდათ. ფაქტობრივად ვიდეო მტკიცებულება, რაც საქმეშია წარმოდგენილი, არც ერთი ვიდეო მტკიცებულება არ არის სრული დაწყების წამიდან დასრულების წამამდე. ფაქტობრივად ისე ჭრიან და კერავენ მტკიცებულებებს, განსაკუთრებით საუბარია ვიდეო მტკიცებულებებს, როგორც თვითონ მიიჩნევენ საჭიროთა. იმის მიხედვით, რაც გუშინ მოხდა, როგორი შედეგიც დაიდო, ელემენტარულ რაღაც მოქმედებაზე, რომელიც პრინციპში თავდაცვითი ფორმა იყო ადამიანის, ამ ახალგაზრდა ბიჭის, მე უკვე აღარაფერი აღარ მიყვარს. სასიკეთოს შედეგის დადება მე ეჭვმება. ასევე შეუძლიათ აბსოლუტურად ჩვეულებრივად მიუსაჯენ ნებისმიერ ადამიანს. ანდრო ჭიჭინაძე, მონისე ცხადაძემ და სხვა ბრალდებულებმა სოლიდარობა გამოუცხადეს 21 წლის მათე დევიძეს და გააკრიტიკეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მათაც თქვეს, რომ მათე დევიძე ნამდვილად წავიდა წვდიაჩი სინათლის და თავისუფლების საპოვნელად და ორი მოწმე დაიკითხა დღევანდელ სხდომაზე, ასევე ესენი არიან ბრალდების მხარის მოწმეები, თუმცა როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, საქმესთან დაკავშირებით დიდად
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ. სასამართლო პროცესზე ახლა გამოცხადდა შესვენება, ის რამდენიმე წუთში გაგრძელდება კვლავ ბრალდების მხარის ორი მოწმის დაკითხვით, შემდეგ კი სავარაუდოდ და არ არის გამორიცხული, რომ სხვა ბრალდებულებმაც ისარგებლონ სიტყვით და მათაც გამოუცხადონ მათედევიძეს სოლიდარობა და მხარდაჭერა. როგორც უკვე გითხარით და აღნიშნეთ, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და სხვა პირების საქმეს განიხილავს ის მოსამართლე, რომელმაც 21 წლის მათედევიძე 4 წლითა და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა. ეს არის ნინო გალუსტაშვილი, რომელსაც დღეს სასამართლოს ხდომის დაწყებისთანავე მოუწია მწვავე კრიტიკის მოსმენა.